ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში ვიცი, რომ ყველას გიხარიათ, რომ დღეს ოჯახის სიწმინდის დღე არის და მეც პირველ რიგში ეს სითბო მინდა გაგიზიაროთ, რომ აი იმდენი ძვირფასი ადამიანი ვნახე, იმდენი ჩვენი მოსწავლე, ჩვენი მეგობარი, ჩვენი სამშობლოს ოჯახის, ეკლესიის ერთგული ადამიანი, რომ აი გული გამივსო ამ სიყვარულმა, ამ ერთობამ და პირველ რიგში მე მინდა აი ეს ჩემი სიხარული გაგიზიაროთ თქვენ. ესე იგი, თან ახე ღმერთმა როგორ ინება, რომ დღეს გვიწევს წმინდა ნინოზე საუბარი. აი წმინდა ნინოზე საუბარი რითი მინდა დავიწყო. ეხლა წმინდა ნინო რო განსაკუთრებულია და საქართველოში ერთი ადამიანიც არ მეგულება, ვისაც განსაკუთრებულად არ უყვარდეს წმინდა ნინო და არ იცნობდეს წმინდა ნინოს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არ იქნება. ხო და რითი დავიწყებ გაკვეთილს, რომ წმინდა ნინოს მეფე მირიანსაც ისე შეუყვარდა წმინდა ნინო, რომ გადაწყვიტა, რომ როცა წმინდა ნინო გარდაიცვალა, მცხეთაში გადაესვენებინა და დიდი პატივით და კრძალვით და პატივისცემით სამეფო სასახლეში დაეკრცა. მაგრამ რა მოხდა იცით? ძვრავერ უყეს მის საფლავს. და მაშინ გამოეცხადა წმინდა ნინო მეფე მირიანს და უთხრა, რომ გახსოვთ მე რა გითხარითო? მე მინდა რომ ჩემი ბოლო, ესე იგი, სამოღვაწეო ადგილი იყოს კახეთიო და ბოდებეო. ამიტომ მე უნდა ბოლომდე ვიყო, აი სანამ მეორედ მოსვლა მოხდება, მე ყოველთვის ბოლომდე უნდა ვიყო კახეთშიო და ამ შემთხვევაში ბოდბეშიო და მინდა გითხრათ, რომ ეს ბოდბე და ბოდბისყევი უწერია თან იაკობ გოგებაშვილი ჩემი სოფელია. მე იქ დავიბადე, იქ არის ჩემი სამშობლო და მე რა თქმა უნდა ეს კუთხე ყველაზე მეტად მიყვარს. და აი ღმერთმა ასე ინება, რომ ეხლა წმინდა ნინოზე მე თქვენ გესაუბროთ კახეთიდან. დავიწყოთ ეხლა გაკვეთი. ახლა ჩემო ძვირფასებო, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ესე იგი ღვთისმშობელს ხვდა საქართველო წილად, ღვთისმშობელი ვერ ჩამობრძანდა, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ვეღარ ძლებდა, ამიტომ აიღო ფიცარი, სახეზე მიიდო, მისი სახება, ანუ ხატი გადავიდა ზედ და გამოატანა ანდრია პირველ წოდებას. ეგრე რომ პირველი ქრისტიანობა საქართველოში იქადაგა ანდრია პირველ წოდებულმა. ეს უკვე ჩვენ ვიცით. ამის შემდეგ ანდრიასთან ერთად 80 ქულებიც იყვნენ საქართველოში, მაგრამ ამ პერიოდში, აი პირველ საუკუნეში, მეორე საუკუნეში, მესამე საუკუნეში ქრისტიანობა ძალიან იდევნებოდა. ქრისტიანებს პირდაპირ კლავდნენ, აი აღჩოვდნენ, პირდაპირ სიკვდილით იმეტებდნენ, მაგრამ ქრისტიანები, მაშინ იცი რა მაგარი ქრისტიანები იყვნენ, კი არ ეშინოდათ ამის. პირდაპირ იძახდნენ, მე ვეწამები ქრისტეს, აი რო იტყოდნენ, ვინ არის ქრისტიანი, იცოდნენ, რომ შეიძლება წამება არ ასწნებოდათ, მაგრამ ამის გამო ქრისტიანებს შიში არ ქონდათ, იმდენად უყვარდათ ქრისტე, იმდენად ძლიერები იყვნენ ჩვენზე, რომ მიდიოდნენ წამებას. აი ასეთი პირველ, მეორე, მესამე საუკუნეში, მაგრამ ამდენი წამები და რომ მეფის ხელისუფლება, სახელმწიფო არ უწყობდა ამას ხელს, თავისთავად შემცირდა მათი რაოდენობა და საქართველოშიც ამ მხრივ რთული მდგომარეობა იყო. და აეხლა უყურეთ წმინდა ნინოს მშობლები კაბადოკიაში ცხოვრობდნენ. კაბადოკიელი ჩვენ ვიცით წმინდა გიორგი. წმინდა გიორგი და წმინდა ნინო ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. ხო და წმინდა ნინოს მამამ ზაბულონმა, რომელიც მებრძოლი მხედარი იყო, ანუ ჯარისკაცი იყო, მაგარი მებრძოლი. სხვათა შორის შეძლებული ძლიერი პიროვნება იყო და დედამის სუსანა ერქვა. ძალიან მორწმუნე ადამიანები იყვნენ, ქრისტეს მორწმუნე მოსიყვარულე ხალხი და ერთდროულად ორივემ გადაწყვიტა, რომ მოდი მონასტერში წავიდეთ. ზაბულონი წავიდა მამათა მონასტერში, სუსანა წავიდა დედათა მონასტერში. მათ თუ რამე გააჩნდათ, ყველაფერი გაყიდეს და გლახაკებს და ღარიბებს დაურიგეს ისე, რომ
თვითონ კაპიკი ფული არ დაიტოვეს და წმინდა ნინო აღსაზრდელად მონასტერში ჩააბარეს სუსანას ძმას იუბენალს, რომელიც იყო იერუსალიმის პატრიარქი. აი ასეთი საინტერესო ისტორიაა და წმინდა ნინო ბავშვობა მონასტერში გააგზავნა წმინდა ნინომ ცხოვრება. აი როდესაც იერუსალიმში უკვე წამოიზარდა, გაიგო კვართის შესახებ. გაიგო რომ რაც უკვე თქვენ იცით რომ ღვთისმშობელი როდესაც მიდგომილად იყო, ანუ პატარა იესო მუცელში ყავდა, მაგ დროს იცით რომ მოუგსოვა კვართი უკერველი, ქრისტეს ჩააცვა, ქრისტეს ზედეზრდებოდა და იცით რომ როცა ჯვარზე აწამეს, წილი ყარეს ამ კვართზე და ქართველებს გვერგო. და იცით რა გაიგო? იმ ქვეყანაში სადაც კვართიაო, გაიგო რომ ქრისტიანობა აღარ იყო. ხო და აი ამიტომ ჩემო ძვირფასებო გადაწყვიტა იმ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად, სადაც ესე იგი იმ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად, სადაც კვართი იყო. და ამიტომ საქართველოში ჩამოვიდა იმ მისიით, რომ ქვეყანა, რომელსაც კვართი ჰქონდა, ქრისტიანულად არ იყო, ესე იგი, განსწავლული. და ასე შემოდის წმინდა ნინო ჩვენს ქვეყანაში. მოიცადეთ გაიაროს მანქანა. რა ორიგინალური გაკვეთილი გამოგვივიდა ვარდებში და სოფლის ხმაურში. ასეთია სოფელი. ხო, ჩემო ძვირფასებო, ეხლა მანქანა წავიდა და ჩვენც გავაგრძელოთ. ესე იგი, ამ დროს წმინდა ნინომ პირველ, ესე იგი, ლოცულობს და ღმერთს ეხვეწება, რომ წამიყვანე იმ ქვეყანაშიო საქადაგებლად, სადაც კვართიაო და გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი. ნახეთ რა მაგარია, ჩვენი ქვეყანა ხო დედა ღვთისმშობელს ერგო წილად და უნდა შემოსულიყო ღვთისმშობელი. ამიტომ ღვთისმშობელს ყოველთვის დღესაც ჩემო ძვირფასებო ევალება ჩვენი ქვეყნის მფარველობა. და დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმინდა ნინოს და უთხრა შენ წახვალ ჩემ წილხვედრ საქართველოში საქადაგებლათო და პატარა გოგო დედა ღვთისმშობელმა გამოგზავნა საქართველოში. შემოვიდა ესე იგი ჯავახეთის მხარეს. ჯავახეთი არის მაღალმთიანი რეგიონი და კარგი სიცივეები იცის. ეს ჩვენი ქართველი ხალხი იცით რომ ჯიუტი ხალხი ვართ და ამ სიცივეს დაერთო ქართველების სიჯიუტეც და მოკლედ წმინდა ნინოს არ უსმენდნენ ქართველები. და წმინდა ნინომ ტირილი დაიწყო ბავშვებო რომ მე ამ ქვეყანას როგორ მოვაქცეო, მეო ვინ მომისმენსო და რა შემიძლია მეო და აი ამ თან შესცივდა სიცივე იყო ამ დროს. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ეს დღე ახლა ჩვენი კალენდრით 1 ივნისია, როცა წმინდა ნინო პირველად შემოდის საქართველოში საქადაგებლად და ჯავახეთში ბავშვებო ჯერ ისევ მაგარი სიცივე. ხო და შესცივდა წმინდა ნინო და ტირილი დაიწყო სადმე ბუჩქებში ჩაიმალა, მაგრამ გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი ხო ჩვენ არ გვტოვებს. გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი, გაუთბო ხელები, გაუთბო ფეხები და უთხრა რომ ნუ გეშინია ჩემო საყვარელო, მე ახლა ვიციო ქართველების თავარი სიმბოლო რაც არის, იმას მოგცემ და მთელი საქართველოს შენ დაგიჯერებს. გაუკვირდა წმინდა ნინოს რა უნდა იყოს ასეთი. დედა ღვთისმშობელი გადავიდა ვენახში, მოჭრა 2 ძირი ვაზი, ერთმანეთს ესე მიადო სასწაულებრივად და გამოისახა ჯვარი და ამ ჯვრით მოვიდა და წმინდა ნინოს ფაქიზად ტკბილად ხელში გადასცა და წმინდა ნინოს გაუთბა ყველაფერი და რა ტკბილი და რო გამოეღვიძა, ძალიან ბედნიერად ჩაეძინა და დილით რო გამოეღვიძა, რა ბედნიერი ვარო, ფიქრობდა რა კარგი სიზმარი ვნახეო. მაგრამ უყურებს და ხელში რაღაცა უჭირავს. ეს რა არისო, ნეტ. გაახილა თვალი და
ვაზის ჯვარი არ არის და მიხვდა რომ ის კი არ იყო სიზმარი. ეს ნამდვილი საღვთო გამოცხადება იყო. ესე დაიჭირა წმინდა ნინო ვაზის ჯვარი და შემოდის საქართველოში და ამ ვაზის ჯვრით მოაქცია მარტივად რომ ვთქვათ მთელი საქართველო. პირველ რიგში დედოფალი ნანა, აი ჩვენ ნანა მასწავლებელი ყავს აქ და შეეციოს ნანა დედოფლის მადლი, როგორი ძვირფასია ჩვენთვის, იმიტომ რომ მოციქულთა სწორად ითვლება არა მარტო წმინდა ნინო, არამედ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. აი ესეთი ძვირფასი პერიოდია ჩვენთვის მეოთხე საუკუნე. სხვათა შორის მეფე მირიანი კრძალავდა ახალი სარწმუნოების ქადაგებას და ამ დროს შეუძლოდ გახდა ნანა. ისე შეუძლოდ რომ ექიმები რომ მიიყვანეს ვერ მოარჩინეს. ხოდა წმინდა ნინოს ერთმა მოსწავლემ ჩუმად შეაღწია ნანა დედოფალთან და ასე უთხრა რომ წმინდა ნინოს თუ მოусმენო ისეთი ვაზის ჯვარი აქვს და ისეთი ქრისტე ყავთ მაგათო რომ ყველანაირი სასწაულის მოხდენა შეუძლიაო და ასე ჩუმად შევიდა წმინდა ნინო ნანა დედოფალთან წაუკითხა ლოცვები და ესე იგი განკურნა. მაგრამ ახლა საქმე იმაშია რომ ოღონდ მალავენ ამას რომ მირიანმა არ გაიგოს. აი ამ დროს საქართველო დაპყრობილი ყავდა სპარსეთს. ანუ ჩვენ სპარსულ აგრესიას განვისდიდით და საქართველო მოვალე იყო რომ როცა სპარსეთს ომი ჰქონდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ქართველ მეფეს ქართველების ჯარით უნდა ებრძოლა სპარსეთის სასარგებლო ტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და აი ზუსტად ამ დროს კონსტანტინეს წინააღმდეგ ბრძოლა ჰქონდა სპარსეთს და მეფე მირიანმა თავისი 1000 კაციანი ქართული ჯარით მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე დიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დროს როცა კონსტანტინე მეფეს ღმერთმა სასწაული მოუვლინა და კეთრისგან განკურნა და სთხოვა რომ ვიცი რომ შენ ხარ ღმერთი ვინც გამკურნეო, ახალგაზრდა იყო მეფე კონსტანტინე და გთხოვ დამენახე ვინ ხარ რომ შენს წინაშე მთელი სამყარო დავაჩოქო და გამოეცხადა ზეცაში ჯვარი და ეწერია თან ამ ჯვარს ეწერა ამით სძლიო. ესე იგი აი ჯვრით უნდა გაიმარჯო შენ. ამ ომში როცა მას ომი ქონდა სპარსელების წინააღმდეგ, ყველა ბაირახს და დროშას დაახატა ჯვარი და დააწერა ამით სძლიო. და მეფე მირიანი ხო იბრძოდა სპარსეთის მხარეს. დაინახა და სადაც გახედავს ყველგან ჯვარია. გაახსენდა რომ წმინდა ნინო საქართველოში ჯვრით ქადაგებს, ამ დროს ნანა დედოფალი ჯვარმა განკურნა და მოკლედ ეს ომი პირწმინდად მოიგო კონსტანტინე დიდმა და მეფე მირიანი გაოგნებულია, იმიტომ რომ სადაც გახედავს ყველგან ჯვარი ხდება. რა ხდება ვერ გაუგი. ამ დროს მცხეთაში კერპები არის აშენებული, ქვის კერპები და ქონიათ ესენი ღმერთები და მას თხოვენ დახმარებას და მოკლედ ამ გაურკვეველ სიტუაციაში შეახტა ცხენს და თხოთის მთაზე წავიდა მეფე მირიანი. თავარი მაინც მეფეა. და წავიდა ეს მეფე მირიანი და აჭენებს ცხენს რომ აი ვერ გაურკვევია რა გააკეთოს, იმიტომ რომ იქ ნანამ ნინოსკენ გადაიხარა, ნინო ჯვრის ვაზით საქართველოში ქადაგებს, იქ ომებში დაინახა კონსტანტინეს რომ ყველგან ჯვარი ქონდა და ვეღარ გაარკვია რომელია ეს ჭეშმარიტება და მოულოდნელად შუადღე იყო დაღამდა. შეეშინა მეფე მირიანს, იმიტომ რომ აი ისე დაღამდაო რომ თვალთან ვეღარ მიიტანდაო. ესე იგი შეშინდა რა ხდებაო და თავის კერპებს თხოვა დახმარება, მაგრამ აბა ეხლა აი მას რო თხოვ დამეხმარე მეთქი, აი ამ ლოძს დამეხმარება? რა თქმა უნდა ვერ დაეხმარა კერპები და მაშინ თხოვა რომ თუ წმინდა ნინო აი ვაზის ჯვარიო, ვისაც აქვსო და ის ჯვარიო მე რომ ნახე ომშიო, თუ ნამდვილი ღმერთი აი ამ ჯვრისგან არისო, ვისწმუნებ იმ შემთხვევაში თუ ეხლა გათენდებაო და მოულოდნელად გათენდა. და მაშინ მირიანმა ცირწმუნა ჯვარი, მოვიდა უკვე ნინოს ჩაეხუტა, მიიღო ნინოს სარწმუნოება
ნანასაც აღარ დაუფა, ესე იგი დაუშალა ნინოსთან ურთიერთობა და გააგზავნა კონსტანტინე მეფესთან შიკრიკი და უთხრა, რომ მეც მინდა რომ ქრისტიანობა მივიღო. გავხდე ქრისტიანიო და ჩემი დედოფალიც. აქო ნინო მყავსო, ვაზის ჯვრით გადაგებსო და ისე გაუხარდა კონსტანტინე დიდს, რომ საჩუქრად საქართველოს, რა თქმა უნდა, მღვდლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად საჩუქრად გამოუგზავნა, აი ქრისტე რო ჯვარზე გააკრეს, ხო 4 ლურსმანი ჩაარჭეს. 2 ლურსმანი ამას ეკლესიურად სამსჭვალი ქვია. 2 ლურსმანი თვითონ დაიტოვა კონსტანტინე დიდმა და 2 გამოუგზავნა მცხეთაში მირიანს. და მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, რომ ამ 2 სამსჭვალიდან ქრისტეს რომლითაც ჯვარზე მიაკრეს, ერთი სამსჭვალი დღესაც საქართველოშია და საპატრიარქო რეზიდენციაში მე პირადად ნანახი მაქვს. მეორე მინდა გითხრათ ასევე, რომ როდესაც საბჭოთა კავშირის დროს რუსეთმა დაიმორჩილა და დაიპყრო საქართველო, წაგვართვეს ეკლესიური თავისუფლებაც, დაგვიხოცეს მეფეებიც, მეფური თავისუფლებაც. აი მაშინ ესე იგი რუსებმა გაიტაცეს ვაზის ჯვარი და გაიტაცეს ერთი სამსჭვალიც. ასევე მათ უნდოდა წმინდა ნინოს საფლავის ამოღებაც ბოდბედან და რუსეთში გადატანაც. იცი რატომ? რუსეთმა მე-11 საუკუნეებში მიიღო ქრისტიანობა. ხო და თუ წმინდა ნინოს საფლავს გადაიტანდნენ, იტყოდნენ, რომ მე-4 საუკუნეში ჩვენთან იქადაგა ქრისტიანობა ნინომ და არა საქართველოშიო და თვითონ ასე თქვა ეკლესიურ ტრადიციულ ისტორიას ესე იგი გაიღრმავებდნენ. მაგრამ მოხდა ასეთი სასწაული, წმინდა ნინოს საფლავს რო თხრიდნენ, რუსეთიდან წამოგზავნილ ეგზარქოს ხვა დაეცა თავში და ადგილზე გარდაიცვალა. და მერე ისე შეშინდნენ, რომ ხელი აღარ ახლეს წმინდა ნინოს საფლავს. თუმცა ვაზის ჯვარი კი გაიტაცეს რუსეთში. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ იქ ერთ-ერთ ეგზარქოს ეტლი გადაუბრუნდაო და ერთი სამსჭვალი ხო რუსეთში მიქონდათ, დინარე რიონში ჩავარდა და დაიკარგაო. ანუ ის ერთი სამსჭვალი წაგვართვეს, მაგრამ დაკარგეს. და მეორე სამსჭვალი კი დღესაც საქართველოშია და მოხდა ასეთი სასწაული, წმინდა ნინოს ჯვარმა, ვაზის ჯვარმა პროტესტის ნიშნად ფრთები დახარა. აი ესე იგი თუ ამკვირდებით წმინდა ნინოს ჯვარს, ცოტა ფრთებ დახრილს გამოსახავენ ხოლმე. მაგრამ მინდა გითხრათ, ასეთი დიდი წინასწარმეტყველება არსებობს, რომ ვაზის ჯვარი მოვა დრო, როდესაც ისევ გაისწორებს ფრთებს. ეს როდის მოხდება, იცით? როცა აღდგება მეფის ფრთა, ანუ საქართველოს რომ მეფე ეყოლება ისევ ბაგრატიონთა გვარიდან და საქართველოს ჩვენმა ილია მეორემ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დიდი ძალისხმევით, შრომით, ვაწლით, ლოცვით და სოფლიოს დიდ ესე იგი საეკლესიო იერარქებთან ურთიერთობის დალაგებით აღიდგინა ეკლესიური ავტოკეფალი, ანუ დამოუკიდებლობა. ეგრევე ნახეთ, ორი ფრთა ხო აქვს ვაზის ჯვარს. ერთი განასახიერებს მეფის ფრთას, მეორე განასახიერებს პატრიარქის ფრთას. ვინაიდან რუსებმა პატრიარქი მოგვიკლეს და მეფე მოგვიკლეს, ამიტომ ჯვარი ვაზისამ დახარა პროტესტის ნიშნად ორივე ფრთა. ეხლა საქართველოს დაიბრუნა ავტოკეფალი, ანუ ეკლესიური დამოუკიდებლობა და ასეთი წინასწარმეტყველება არსებობს, რომ როცა დაიბრუნებს საქართველოს მეფის, ანუ საქართველოში მეფობა აღდგება ბაგრატიონთა, ჯვარი ვაზისა გასწორდება. აი ესეთი წინასწარმეტყველება არსებობს. მინდა გითხრათ, რომ დიდი ნათლობა მცხეთაში, საყოველთაო ხელმძღვანელობის, მეფის, დიდგვაროვნების, გლეხების, ყველა საერთო მეფობა გაიმართა სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს, სადაც მტკვარი და არაგვი მდინარეები ერთდება. აი იმ ადგილას გაიმართა დიდი ნათლობა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი
ყველაზე ლამაზი და ძვირფასი დღესასწაული საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტეს სარწმუნოება. აი ასეთი ძვირფასია წმინდა ნინო ჩვენთვის. იცით რომ წმინდა ნინოს უკავშირდება სვეტიცხოვლის აგება, კვართის პოვნა, ეს ისტორიები თქვენ იცით. იცით რომ კვართზე მერე დაშენდა პირველად ხის ტაძარი, შემდეგ ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძარი კედლები მოახსნევინა და ქვის ტაძარი ააშენა მე-5 საუკუნეში და მე-11 საუკუნეებში დიდი ესე იგი უზარმაზარი დღევანდელი, აი როგორიც არის სვეტიცხოველი, აი ასეთი ტაძარი აშენდა, ჩემო ძვირფასებო და ეს არის ჩვენი საქართველოს სული და გული, სვეტიცხოველი და სვეტიცხოვლის გულში სიდონია, წმინდა სიდონია, რომელიც გულში იხუტებს იესო ქრისტეს უკერველ კვართს. აი ეს არის სიმბოლო საქართველოს სიყვარულისა და ეს არის ჩვენი მისია, ანუ ვალდებულება ღვთის წინაშე, რომ დავიცვათ ეს უკერველი კვართი და დავიცვათ ქრისტე, ეს ამას ნიშნავს და ვინაიდან კვართი უკერველია, ჩვენი ეკლესია დავიცვათ ერთიანად და მთლიანად, ანუ განუყოფელი რო იყოს. აი, როგორც ყავდეს ერთი პატრიარქი. ახლა ჩვენ ღვთისმადლით ამ საიდუმლოს დღესაც ვიცავთ და ეს არის ყველაზე დიდი გმირობა ქართველი ხალხის, თუმცა მთელი სოფლიო ცდილობს რომ ჩვენ დაგვაკარგვინოს ჩვენი მთავარი ღირსება მართლმადიდებლური სარწმუნოება, მაგრამ მინდა გითხრათ, ისეთი მფარველი გვყავს ჩვენ კარგად იცით დედა ღვთისმშობლის სახით, რომ საქართველოს ამ შემოტევებს დღესაც უძლებს და კვლავაც გაუძლებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ეგრე რომ აი ესე სიხარულით მინდა დაგემშვიდობოთ ახლა მე, სიხარულით გაუწყოთ რომ წმინდა ნინომ ბოლოს ესე იგი ისურვა, როგორც თავიდან მოგახსენეთ რომ მე მინდა რომ ახლა კახეთში გადავიდეო, რომ მოაქცია მთელი საქართველო და იქ მონასტერი შევქმნა და სხვათა შორის წმინდა გიორგის პირველი ტაძარი წმინდა ნინომ ააშენებინა კახელებს სოფელ ბოდბეში. და მე ამავე ტაძარში არის თვითონაც დაკრძალული. ჩემი მოძღვარი მეტყოდა ხოლმე და მე დღესაც ყველას მაგას ვასწავლი, რომ წელიწადში ორჯერ ვინც წმინდა ნინოს საფლავს მოილოცავს წმენით და სიყვარულით, მას და მის ოჯახის წევრებს მთელი წლის განმავლობაში არაფერი პრობლემა არ შეხვდებათ. ანუ გაუმკლავდებიან წმინდა ნინო მოეხმარებათ, ასეთი დიდი წმინდანია ჩვენი საყვარელი წმინდა ნინო და მეც მინდა რომ შეგეწიოთ ეს ჩვენი განსაკუთრებული საყვარელი წმინდანი, რომელიც იწოდება მოციქულთა სწორად. ანუ მოციქულებს ხო დაევალათ ქრისტედან, რომ რაც მე გასწავლეთ, წადით და თქვენც ასწავლეთ. აი იმათი სწორი გახდა. ესე იგი იმათ მიახლოვებული გახდა, ვინაიდან საქართველოში აღარ იყო ქრისტიანობა და შემოიტანა ქრისტიანობა და მთელი ერი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე, აი ჩვენთვის ეს არის უძვირფასესი დღესასწაული და მე პატივი მერგო რომ კახეთში შევხვდე აი ამ გაკვეთილს, აქედან წამეყვანა და ხვალე წმინდა ნინოს ტაძარში ვაპირებ ჩემს ძმებთან და მეგობრებთან ერთად რომ წირვას დავესწრო და ვეზიარო და ის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარია იმ სოფელში, სადაც ახლა მე ვიმყოფები ჩემო ძვირფასებო. მე ძალიან დიდი სიყვარულით მინდა გითხრათ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ქადაგება ქონდა მეუფე შიოს, რომელიც არის მოსახლე პატრიარქის, რას ნიშნავს იცით? რომ პატრიარქის შემდეგ ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელი გახდება მეუფე შიო, თუ ასეთი პერიოდი მოვიდა. და მეუფე შიომ ასეთი ძალიან საინტერესო ქადაგება მებრძოლი ტონით წაიყვანა, აი როგორც მხედართმთავარი ისეთი ძლიერი სიტყვა ქონდა და ასეთი საოცარი რამ აღნიშნა, რომ ჩვენ აუცილებლად თელმა ერმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ საქართველოში აიკრძალოს აბორტი. აბორტი არის დედა რო თავის შვილს მოკლავს.
და ესეთი სტატისტიკური მონაცემები გამოგვიცხადა, რომ ყოველ ერთ წელიწადში 50,000 ქართველს კარგავს აი ამ ცოდვით ქართველი. აი ესეთი კატასტროფა. ეხა ჯვარი გწერია, აბა ეს 50,000 აი მტერი შემოგვესია. წავიდა ომი და ამ ომში 50,000 ქართველი რო დაუკარგოთ. და აბა 10 წელიწადში რამდენი გამოდის? 500,000 ქართველი. და აი უკვე რამდენი წელია მშობლები აკეთებენ ამ ცოდვას და გაუცნობიერებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ წელიწადში ყოველ წელს ქართველები ყოველ წელიწადში ქართველები წარმოიდგინეთ, ქართველი დედები, ქართველი მამები თავის შვილებს ესე იგი არ აძლევენ სიცოცხლეს. არ აძლევენ საშუალებას, რომ ლამაზად თქვენსავით ლამაზები მოევლინონ და სამშობლოში იცხოვრონ და მერე ბოლოს თლათ კატასტროფული ციფრები დაგვისახელა მეუფემ, თუ 5 მილიონი იყო რამოდენიმე წლის წინ საქართველოში, დღეს 3,700,000 კაცია. აქედან 1,400,000, ესე იგი, მოკლედ უცხოელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, ქართველების რაოდენობა დღითი დღე მცირდება. ამიტომ აი ჩვენ ამაზე თქვენ იცით, რომ სამშობლოს ცოდნეობაში მე სწავლება შეტანილი მაქვს და ჩემთვის ეს იყო კურთხევა, კიდე დამატებით, რომ უფრო აქტიურად ამაზე ვიშრომოთ და არც ერთმა ქართველმა ეს არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ სამშობლოს უჭირს, ჩვენ ყველა უნდა გამრავლდეთ, ბევრი შვილი გაუზარდოთ სამშობლოს, რათა ერთიანი მართლმადიდებლური სულისკვეთებით, ეროვნული სულისკვეთებით, ზნეობითა და ესე იგი მამა პაპის გავლილ გზაზე დაუბრუნოთ ჩვენ მომავალთაობას ცხოვრება, გავძლიერდეთ და როგორც წინასწარმეტყველება მინდა გითხრათ, რომ ბოლო ჟამსო საქართველოს აღიდგენს, აი ივერია გაბრწყინდება ვამბობ, რაც ნიშნავს იცი, რომ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენს ტერიტორიებს, ქართველები გავბევრდებით, გავძლიერდებით, გავღონიერდებით და ვიქნებით ქრისტეს მადიდებელი ქვეყანა და მე მინდა რომ აი გულწრფელად გითხრათ, რომ მე მჯერა თქვენი, რომ თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ. და აუცილებლად ბევრი შვილები გეყოლებათ. მე კიდევ ერთი აი რო არ აღნიშნო, არ შემიძლია, ძალიან ბევრი თქვენთაგანი გნახეთ სამების ტაძრის შემოგარენში, ძალიან ბევრი და ბოლოს ყველაზე მეტად რამაც გამითქო გული, ელენე ძაძამიძე და ელენე ჩვენი საყვარელი ნახე და ძინძიბაძე და ელენე ძინძიბაძეს რამდენჯერმე რომ ჩავიხუტე და გაგვიხარდა და ერთმანეთი რომ კოცნეთ და სურათები ვიღეთ, სიყვარულისგან ამოუვარდა გული და დაიწყო ტირილი და მე ეს ტირილი ფოტოებზე ავსახე და ესე იგი მეც ისე მერე რომ გავშორდი გოგოებს, ხო მთელი გზა ვტიროდი, აი ესეთი ბედნიერება მომანიჭა, როგორ ყვარებია ერთმანეთი და აი ასეთი სიყვარულით უნდა შევიკრათ ქართველები, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, მოვეფეროთ, ვისწავლოთ ჩვენი ისტორია, დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ჩვენი ზნეობა და გამრავლდეთ აუცილებლად, რომ ჩვენი სამშობლო ფეხზე დავაყენოთ. ეხლა მე ნანა მასწავლებელს, ვინაიდან ნანა დედოფლის ესე იგი ამბავი ვახსენეთ ჩვენ, მინდა გადავცე სიტყვა, რომ ნანა მასწავლებელიც მოეფეროს ჩვენ საზოგადოებას, მერე თამარ დედას მინდა გადავცე, რომ ჩვენ რაღაცები მონახაზები გავაკეთეთ. ნანა მასწავლებელო, თუ არის ერთი გივი მასწავლებელი, მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ რაღაც ამბები უნდა გაეგო მცხეთისკენ რა, შეიძლება რაღაცა. ხო და მოკლედ მე ახლა დაგემშვიდობებით და დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოგეფერებით ყველას და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ აი ეს დღე, აი დღეს დღევანდელი ერთობა, ამას მთელი სოფლიო აკვირდება, მინდა უკვე უცხოურ საიტებზე დაიდო ინფორმაცია, რომ ეს ვინ არიან ეს ქართველები, ესე იგი, რას მთელ ევროპაში გავაკეთეთ, რას მთელ სოფლიოში დავნერგეთ, ამათთან ვერ ვაკეთეთ რას? უზნეობას და უწესობას. და ჩვენ აი იმდენად გვიყვარს ჩვენი წმინდა ოჯახი, იმდენად გვიყვარს ქრისტე,
იმდენად გვიყვარს სიწმინდე, იმდენად გვიყვარს შვილები, მეუღლეები, იმდენად გვიყვარს, რომ მთელი მსოფლიო გვებრძვის, მაგრამ დღევანდელმა დღემ დაამტკიცა, რომ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს სუნთქვასავით აუცილებელია და ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს დასანახად დავიცავით ოჯახის სიწმინდე. დანამასწავლებელო, აბა თქვენ გააგრძელეთ და მე დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით მივხედავ ეხლა ჩემ მეგობრებს. მადლობა უღმესი ლექსო მასწავლებელო. დღეს მართლაც ძალიან ძვირფასი დღეა ქართველი ერისთვის. კიდევ ერთხელ ჩვენს პატარებს, ჩვენს მასწავლებლებს ყველას და აი ამ ლამაზ დღეს მიულოცავ სრულიად საქართველოს ყველა ქართული ოჯახი, მსოფლიოს ყველა ოჯახი ყოფილიყოს დალოცვილი. სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთპატივისცემა, მადლიერება მომადლოს უფალმა ჩვენს ლამაზ ოჯახებს და როგორც ლექსო მასწავლებელმა თქვა, გაუმრავლდეთ. აი თქვენის თაობა ხართ, ვინც 3, 4, 5 შვილი უნდა გაზარდოთ და გააძლიეროთ, გაამრავლოთ ქართველიერი, ღირსეული ქართველიერი, რომელიც იამაყებს იმით, რომ ის არის წმინდა ნინოს ჯვრის ქვეყნიდან, რომ ის არის სწორედ კვართის ქვეყნიდან და მათი მშობლები, აი თქვენ ისეთი ოჯახები უნდა გქონდეთ, რომ თქვენი მშობლობით, თქვენი დედობით, მამობით უნდა იამაყონ თქვენმა შვილებმა. მართლაც ძვირფასია ლექსო მასწავლებლო, თქვენ გეჩქარებათ და მე ვხვდები ახლა რომ გერიდებათ, როცა მივსაუბრებ, რომ გახვიდეთ. მაგრამ რა ვიცი, თქვენ როგორც გადაწყვეტ და ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული დღეა ხოლმე აი ნინოობა, რადგან თავისთავად უკავშირდება ეს ნანადედოფლის სახელსაც და ეს ჩემი წმინდანია და მიყვარს ძალიან. მცხეთაში მისაფლავზე მიახლება, მოფერება, იქვე არის ჩვენი წმინდა ნინოს მაყვლიანი, როგორც ასეთი, სადაც დაივანებდა ხოლმე წმინდა ნინო და ქადაგებდა, ასე რომ ღვთითკურთხეულ ქვეყანაში ცხოვრობთ, პატარებო. ეხლა კიდევ ძალიან მოძლიერდა ის, ამბობდა კიდეც ლექსო მასწავლებელი, უკვე მსოფლიოს უყვირს, რომ ვინ არის ეს პატარა ერი, რა არის ეს პატარა ერი, ასეთი, რომ ასეთი სიძლიერი აქვთ რწმენის და სამწუხაროდ ვიცით რაც ხდება მსოფლიოში და ვიცით რაც ხდება ზოგადად თუნდაც ჩვენს ახალგაზრდებში მათ ვინც ქრისტეს გულით, ქრისტეს სიყვარულით ვერ ცხოვრობენ დღეს და შორს არიან აი ამ ბედნიერების, აი თქვენ ახლა ბედნიერები ხართ ლექსო მასწავლებელს რომ უსმენთ, ბედნიერები ხართ ყოველ შაბათს, როდესაც ესე ვეფერებით ჩვენ სამშობლოს ცოდნობის გაკვეთილზე, ჩვენ საქართველოს, ჩვენ სარწმუნოებას კიდევ უფრო მეტად ვიძლიერებთ რწმენას ჩვენ სულში, ჩვენს გულში, იმიტომ რომ სხვანაირად ხვალინდელი დღე ვერ იქნება, თქვენ ახართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და აი სწორედ ქრისტეს მიერი სიყვარულით, აი სწორედ აი ამ წმინდა ნინოს ჯვრის პატივისცემით, სწორედ კვართის სიყვარულით თქვენ უნდა თქვენი სათქმელი თქვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და გვეამაყებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გექნებათ ღირსეული ქართველი ოჯახი და ჩვენ ვიამაყებთ, რომ აი ეს ბავშვები ჩვენი ბავშვები არიან, რომლებსაც სხვა უფლება არ ქონდათ, რომ მათ ნამდვილი ღირსეული ქართული ოჯახი ჰყოლოდათ. რა ვიცი, რა გითხრათ, მიყვარხართ, გეფერებით, გესიყვარულებით და გვეიმედებით. აბა თქვენ იცით, ჩემო ქართველები. გაიხარეთ. აბა თამარ დედა, გადმომილოცია შენთვის და მიმიხედე. შენი ემოციებიც გაუზიარე ბავშვებს და მერე უკვე თქვენ იცით, ბანაკზეს და მე დაგემშვიდობებით ახლა დიდი სიყვარულით. მადლობა ლექსო მასწავლებელი. ნახვამდის. მოგესალმებით, ჩემო პატარებო, დიდი სიყვარულით. დღევანდელ დღეს დაგილოცოთ უფალმა ოჯახები, თქვენი ტკბილი ოჯახები და როგორც ლექსო მასწავლებელმა ნანა ოჯახები, თქვენ ხართ ჩვენი საქართველოს მომავალი და მართლაც რომ თქვენზე ვამყარებთ იმედებს. ჩემო ძვირფასებო, რაც შეეხება ახლა ბანაკის საკითხებს, ჩვენ
ვაგვარებთ ამ დეტალებს ფერი, მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, რასაც კიდევ დეტალურად გავდივართ და შევაჯერებთ ერთად ჩვენი გუნდი და მოგაწოდით აუცილებლად ინფორმაციას. გავივლით თქვენს ხელმძღვანელებთან და ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით ერთად, რა ჯობებს თქვენთვის, რა იქნება უკეთესი, როგორი გარემო უფრო მოგეწონებათ თქვენ და ამაზე ყველაფერზე დეტალურად მოგახსენებთ მერე. მაგრამ ბანაკის თარიღი არ შეიცვლება, არის 13 ივლისი, იქნება ეს თარიღი და როგორც უფალი ინებებს მოგვარდება ღვთით ყველაფერი. ისე რამდენი აპირებთ? აპირებთ ბანაკში წამოსვლას? მე გელოდებით მთელი გულით და სიყვარულით. აბა, ვინ აპირებს წამოსვლას ასწიოს ხელი? ილია, არ მოდიხარ შენ? რატო არ აწიე ხელი? მოიცადე ილია ჩაგირთო ხმა. მოდი, ყველას ჩაგირთავთ ხმას, ოღონდ ერთად არ ჩართოთ. მე ვისაც ვეტყვი, მხოლოდ მან ჩართოს ხმა. კარგით, ასე შევთანხმდეთ ხმაური რო არ იყოს. აბა ილია. ჭიათურიდან. დიახოს. აბა, არ მოდიხარ შენ ბანაკში? არ ვიცი მას შენ არ მაქვს გადაწყვეტილი. მარტო ვერ მოდის. შენ ნანა მასწავლებელთან ერთად არ მოდიხარ? შენ არ ვიცი. შენ დედიკოსთან ერთად უნდა წამოსვლა, ვერ ელევა დედიკოს და ნახოთ რა იქნება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვაგვაროთ. ლუკა, მცხეთაში ერთად ვეზიარებით, როგორც ვთქვით, და შემდეგ ეხლა ასე განხილვაში გქონდა ზედაზენის ვილაზე უნდა გამთავსებულიყავით, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. ეს საკითხებიც ანუ განხილვის პროცესში არის. მცხეთასთან ახლო სადმე დავბანაკდებით, გვინდა რომ ვილა ვიქირაოთ, ერთად რო ვიყოთ, აუზიანი გარემო რო გქონდეთ თქვენ პატარებს, რაც გიყვართ ხოლმე, რომ ანუ ზიარების მერე აი ასეთი გეგმა გქონდა ჩვენ, რომ მივალთ, დაპურდებით და მერე აუზზე გვექნება და ესეთი მხიარული გართობა, ჭყუმპალაობა ერთად, მეგობრებთან ერთად და შემდეგ გვექნება ბაკურიანის ფილმის პრემიერა. როგორ ელოდებიან? კი, თქვენ ხო ბაკურიანში იყავით და აი ამ ფილმის პრემიერა გვექნება და ერთად ვუყურებთ ყველანი. შემდეგ საღამოს გვექნება წვეულება, თქვენი ნომრებით იქნებით წარმოდგენილები, აი ესეთი საღამო გველოდება დაახლოებით, როგორიც ბაკურიანში იყო და უკეთესი უნდა იყოს აუცილებლად და მოკლედ გვინდა რომ იმ ვილაზე იყოს ფეიერვერკები, ბევრი ჩახუტება, სიყვარული, ერთად გავათენებთ, მერე გადავნაწილდებით სასტუმროს ნომრებში და მეორე დღეს ჩემო ძვირფასებო შევიკრიბებით და წავალთ ქვათახევში. ქვათახევში არის ულამაზესი ბუნება, პატარა მდინარეც არის იქ, ისეთი რომ საშიში არ არის და ძალიან ლამაზი ბუნება არის, მოვილოცავთ ქვათახევის ხეობას და მერე საღამოს დავემშვიდობებით ერთმანეთს. ეს იქნება 1 ღამე და 2 ჩასახუტებელი დღე. აბა, მიყვარხართ, გიგზავნით გულებს. ენაცვალეთ. აბა, დახვამდის. ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, სახელად დიოსკორე. იგი წარმართი იყო და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა და ანებივრებდა. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ დაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა. ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა. კოშკში დამწყდეული ბარბარე
შვებას მხოლოდ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლის შემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთითა და სათნოებით. დიოსკორეს ძალიან უნდოდა ქალიშვილის გათხოვება, რაზეც ბარბარემ კაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა. ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა და კოშკიდან გამოსვლის უფლება მისცა. დიოსკორეს არ ყოფნის დროს თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები და მათგან შეიტყო იესო ქრისტესა და მისი მოძღვრების შესახებ. ბარბარემ გულით აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება და მოინათლა. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. დიოსკორეს ბრძანების მიხედვით აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა, მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად. ბარბარემ მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამების პატივისცემისა. რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა და როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მესამე სარკმლის გაჭრის მიზეზი. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს. დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, თუ რას გულისხმობდა სამ სარკმელში. წმინდა ბარბარემ ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარა მამის წინაშე. დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. ბარბარემ გაქცევა მოასწრო. დიდ მთას მიადგა, ილოცა და ღმერთს თავშესაფარი სთხოვა. მოულოდნელად მთა გაიბო და წმინდა ბარბარემაც გამოქვაბულს შეაფარა თავი. დიოსკორე ვერც კი მიხვდა, სად გაუჩინარდა მისი ქალიშვილი და დახმარება იქვე მყოფ ორ მწყემს სთხოვა. ერთი მწყემსი კეთილი იყო და არ გასცა ყმაწვილი ქალი, ხოლო მეორემ მდუმარედ უჩვენა გამოქვაბული, რის გამოც უფალმა მყის დასაჯა ბოროტი მწყემსი და ქვის სვეტად აქცია. დიოსკორე გამოქვაბულში შევარდა და დაუმდობლად სცემა ბარბარე. დასისხლიანებული ქალწული ბნელ ოთახში ჩაკეტა და აშიმშილებდა. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონება დაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიპირეს და ამის გამო ის სიკვდილს იმსახურებდა. მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა ტკბილის სიტყვით სცადა მისი გადაპირება. ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. ბარბარემ უარი განუცხადა. მარკიანე განრისხდა და მისი სასტიკად წამება ბრძანა. შემდეგ კი ასული ბნელ საპყრობილეში შეაგდეს. დაუცულურებული ბარბარე ხურვალედ ლოცულობდა. შუაღამისას ქრისტე ღმერთი გამოეცხადა წმინდა ასულს. განკურნა მისი ნაგვემის სხეული, მოურჩინა წყლულები და გაამხნევა იგი. ჯანმრთელი და უვნებელი ბარბარე სიხარულით აღივსო. ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწულის საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე
სიარულს ვერ შესძლებდა. მარკიანე ფრიად გაუცებული დარჩა, როდესაც სასამართლოზე თავისი ფეხით სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე იხილა. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და კვლავ ბრძანა ბარბარეს წამება. ერთი კეთილმსახური დედაკაცი, სახელად იულიანა, წუხდა და მწარედ ტიროდა. იგი მივიდა მმართველთან და უსამართლობასა და სისასტიკეში დასდო ბრალი. განრისხებულმა მარკიანემ ჰკითხა, თუ რომელ სარწმუნოებას აღიარებდა იგი. მე ქრისტიანი ვარ, უშიშრად უპასუხა წმინდა იულიანამ. მაშინ მარკიანემ ბრძანა მისი წმინდა ბარბარესთან ერთად წამება. იხილა რა მათი ვაშკაცური მხნეობა და მოთმინება, მარკიანემ მეტად განრისხდა და ბრძანა წმინდა იულიანას ბნელ დილეგში ჩაგდება. ხოლო წმინდა ბარბარეს გაშიშულება და ქალაქში ასე ჩამოტარება. მაგრამ უფალმა არ დაუშვა თავისი წმიდა საზოლს შერცხვენა და ანგელოზი წარმოგზავნა, რომელმაც სპეტაკის სამოსით დაფარა დიდმოწამის სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა. მარკიანემ წმინდა იულიანას თავის მოკვეთა ერთ-ერთ მეომარს დაავალა, ხოლო წმინდა ბარბარეს დასაჯელად კი მამამისი დიოსკორე გამოიძახა და უბრძანა, რომ ქალიშვილი ქალაქგარეთ გაეყვანა და მისთვის თავი თავად მოეკვეთა. წაიყვანა დიოსკორემ თავისი მხოლოდ შობილი ასული და როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმინდა ბარბარემ ზეცისკენ აღაპრო ხელები და თქვა, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და ღირს მყავ წამებისა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. უფალო, მოხედე სიმდაბლესა ჩემსა და მადლი მიეცი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი. კურთხევა და ცოდვათა შენდობა, ხოლო თუ ვინმე გასაჭირში აღმოჩნდება და მოიხსენებს ჩემი წამების ღვაწლს, მიუტევე მას ყოველგვარი შეწოდებანი და იხსენ ბოროტსნეულებათაგან და უეცარი უზიარებელი სიკვდილისაგან. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა, რომელმაც წმინდა დიდმოწამე ბარბარეს აღუთქვა თხოვნის შესრულება. ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ. წმინდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო და თავი მორჩილად მოუდრიკა მახვილს. დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმინდა ბარბარეს პატიოსანი თავი. დიოსკორემ და მარკიანემ კი მალევე მიიღეს მართლმსაჯული უფლისაგან კუთვნილი სასჯელი. მათ მეხი დაეცათ და დაიწვნენ. ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასაულთა მოქმედო, სენთა და ბუქრთა მკურნალო, დიდო ქალწულ მოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.